ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჩკორია. თქვენ იცით, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი შედის ყველა ნაირ კვების ობიექტში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქართული, თურქული, ინდური თუ უკრაინული სამზარეულო. ამიტომ კანონი ყველასათვის ერთია. თუ რა ვნახეთ დღეს დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა კვების ობიექტები გადავიღეთ, უყურეთ დღევანდელ რეპორტაჟში. ეს არის სრული კატასტროფა. არავითარ შემთხვევაში ასეთი კონდენსატი არ უნდა იყოს. ყოველთვის არ არის მთავარი ინტერიერი, მთავარია მაინც სისუფთავე და ხარისხი. 1, 2, 3 ფეხი მთლიანი საქონელი ყავთ მოყვანილი. მთლიანად დამღა მაჩვენეთ. ბეჭედი მაჩვენეთ, სასაკლაოდო რომ გამოსულია დამღა მაჩვენეთ. ეზოში არა უშავს, მთავარია სამზარეულოში არ იყვნენ. კატები და ძაღლები და მღნელებზე საუბარიც არ არის. უნივერსალური აბაზანა არის, უნდა ხორცს გარეცხავენ, უნდა ტანს დაიბანენ, უნდა წვერს გაიპარსავენ, უნდა თმა შეიჭრიან, უნდა აი ნახეთ, აი შეხედეთ ნარჩენები, საკვების ნარჩენები, ამას შეხედეთ. ეს ნახეთ. ეს არის სამზარეულო. ფუფ. აი ეს არის სამზარეულო, ყარს აქაურობა. აქამდე რო ზეც მიიყვან. და ამაში რო პროდუქტია დამზადებული. აი ეს შეიძლება და მე ვიტყვით რომ ხშირად გვაქვს გულძმარვად. რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ადამიანი შემოდის საჭმელად? სისუფთავე უნდა იყოს ყველასთვის. ამ კედლის უკან წლებია დაარსების დღიდან მდებარეობდა კოკა-კოლის ქარხანა. ქარხანა გაფართოვდა, გადავიდა სხვა ადგილას, სასადილოს კი დარჩა მართლა სახალხო ობიექტი კოკა-კოლა სასადილო წერეთელზე, რომელიც იცის აბსოლუტურად ყველამ ამ უბანში და ყოველთვის ხალხმრავლობა. ძალიან აი აღელვებულები არიან, მაგრამ შიში შეშინებულები არა. ძალიან ბევრი ხალხი არის თვითონ ობიექტზე. არაჩვეულებრივი სუნები ტრიალებს, აი მეც კი, აი მადის ამღზურელი სუნებია ძალიან. იმედია რომ გემრიელი მარტო არ არის და უვნებელიც არის აქ მომზადებული საჭველი და მოდით, აი ვინაიდან ძალიან მაღალია ინტერესი და მთელი თბილისის ტერიტორიიდან აქ მოდიან რომ დააგემოვნონ გარკვეული კერძები, რომელიც ამბობენ რომ თბილისში ვერსად ვერ აკეთებენ ასეთ კერძებსო. ნახოთ თუ როგორ აკეთებენ, რა ხდება მაცივრებში, რა ნადლეულზე მუშაობენ და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ. ნუ ჭერი არის ახალი შეღებილი, რასაც ვუყურებ, მაგრამ კონდენსატის რა მოგახსენოთ, აი აქაც ჩანს, რომ კონდენსატი სამწუხაროდ საკმაოდ დიდი რაოდენობით არის და ეხა შევიხედავ და ვაი. აი ნახეთ აქ რა მდგომარეობაა და როგორი წვეთა მიმდინარეობს. ეს არის სრული კატასტროფა. არავითარ შემთხვევაში ასეთი კონდენსატი არ უნდა იყოს, ასევე კონდენსატი არ უნდა იყოს, აი აქ ნახეთ, ძალიან მწუხვარ, ძალიან შევწუხდი ეხა და ყველგან აბსოლუტურად წვეთა მიმდინარეობს. აქაც იგივე მდგომარეობა არის, სრული კატასტროფა არის. აი ესე წვეთავს, რომ პირდაპირ აი წვიმასავით ესხება საჭმელში და ეს არის ძალიან ცუდი. აშკარად აი გამწოვების პრობლემებია და გამწოვებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. კედლებიც მოსაწესრიგებელია, სამწუხაროდ ბადეები უნდა იყოს და გარედან არ უნდა შემოდიოდეს არანაირად ამდენი მტვერი, სადაც მით უმეტეს ღია პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მწუხვარ, მაგრამ სამაგიეროდ აი ნახეთ, ხორცზე კარგად ჩანს, რომ ხორცი სრულიად ახალია. აი ფერიც არა აქვს შეცვლილი. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნედლეული კარგია, ნახეთ, აი ძალიან კარგი არის შამპურზე ანცმული ხორციც კარგია და ქაბაბის ხორციც არის ვარდისფერი, აი ფერიც არა აქვს შეცვლილი. თუმცა აი კედლებს მაცივარი გასასუფთავებელია აშკარად. აი ესენიც ყველაფერი გასასუფთავებელია, აი შეხედეთ. აი ეს ყოვლად დაუშვებელია, აი ესეთი რამ ხდებოდეს სამზარეულოში. აი ჩვეულებრივად ტილო ავიღოთ და გავწმინდეთ, აი ძალიან მარტივად იწმინდება. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, არაფერ შეიძლება. შნურების დასასუფთავებელია, კედლებიც დასასუფთავებელია, მე მესმის რომ მადლობა ძალიან ბევრი ხელთათმანები აქვს და როგორც კი მოვითხოვე, ეგრევე მომიტანეს. ხელთათმანებს ნამდვილად ხმარობენ. ნუ გასქურაზე ხა თქვენ თვითონაც უყურებთ რომ თუხთუხებს სულ ახალი საჭმელი და სულ ახალი მზადდება ყველაფერი და ქვაბებიც ნახეთ, კი არის აი ნახეთ
ოდნავ დასრული, მაგრამ აი სარკესავით შეიძლება ქვაბებში ჩაიხედო. აი ძალიან იშვიათია, რომ აი ასეთი მოწესრიგებული ქვაბები იყოს სადმე. აი ხელს ვწევ მე იმ ადამიანის მიმართ და აი ქეთს ვიხრი, ვინც აი ასე გულიანად ასუფთავებს აი ამ ქვაბებს. ასე ქვაბები მე მხოლოდ მინახია ოჯახში. აი ესე დაწესებულებაში იშვიათია, რომ აი ესეთი მოწესრიგებული ქვაბები იყოს. აი ეს ძალიან კარგია და ეს ძალიან დიდი პლუსია. თქვენ რეცხავთ ქალბატონო იმ ქვაბებს? აი მე მაგალითად დიდი მადლობა ჩემგან აღიარება თქვენ ჩემი და აი უღრმესი მადლობა საზოგადოებისგან, იმიტომ რომ აი ასეთი სუფთა და მოწესრიგებული ქვაბები, აი ნახეთ, აი შეხედეთ როგორი ქვაბებია, მაგრამ მარტო ეს არა, აი ნახეთ, აი ეს ნახეთ, აი შეხედეთ როგორ არის ყველაფერი მოწესრიგებული. ბუზები იმიტომ არის, რომ აი აშკარად გარეთ არ არის ბადე ფანჯერაზე და აი ამიტომ ბუზები შემოდიან, აუცილებელია რომ დაცული იყოს ტერიტორია. კუთხეებიც აუცილებლად უნდა სუფთავდებოდეს სათანადოდ. ესეთი საფარები არის მტვერის დაგროვების ბუდე. აქ ნაგვის ყუთებია და აი რეცხავთ ხშირათო მეუბნებიან და ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის აქ და მესმის რომ ცოტა რთულია აქ ბოლომდე სისუფთავის დაცვა, მაგრამ სავალდებულოა. ტრაპები უნდა მუშაობდეს და სამწუხაროდ არ მუშაობს და იმიტომა რომ სათანადო რეცხვა დეზინფექცია ვერ მიმდინარეობს, საკანალიზაციო სისტემა აშკარად მოსაწესრიგებელია სამწუხაროდ, ტერიტორია სათანადოდ უნდა სუფთავდებოდეს. საფულეები და ასე შემდეგ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს, კარადაში უნდა ინახებოდეს. აუცილებლად კედლები სათანადოდ უნდა იწმინდებოდეს და მაცივრები მაინტერესებს, მაცივრები იქეთაც გავდივართ, აქეთაც ნახავთ. აქეთაც რა არის, აი ქვაბებით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კარგი, აი მაგარი ქალბატონია, ვინც რეცხავს, რაც არ მომწონს, ეს არის გაღებული სარკმელი და ამხელა მოძრაობა და აქ ღია საჭმელი დაუშვებელია, იმიტომ რომ მტვერი გინდა არ გინდა მოფრინავს. სადილის დროა, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი შედის. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი არ მინახავს დღისით ობიექტზე ესეთი ხალხმრავლობა იყოს. ანუ აი აქ რაც წერეთელზე ობიექტებია, ალბათ ყველა მომუშავე ადამიანი, შრომელი ხალხი მოდის აქ სადილად. რა სიტყვით ამ სასადილოზე რატოა ესეთი პოპულარული? არა, თავიდანვე ასეთი პოპულარული იყო და შემორჩა. შემორჩა აკეთებენ, იმიტომ რომ აკეთებენ კარგს, გემრიელ საჭმელს, ამიტომ არის. ტრადიციული ქართული კერძებია თუ რამე განსხვავებული? ყველაფერი არის, აი როგორ გითხრათ ახლა, ჩვენებურად ჩაშუშული, ჩაკაფული, რა ვიცი, ოჯახი, ხაშლამა. ხაშლამა, ყველაფერი არის და რა ვიცი, ყველაფერი გემრიელია. ეს არის მთავარი რა არის, იცით, ბევრი იხსნება. ხო. აკეთებენ თავიდან კარგს და მერე იკეტება და რატომ იკეტება? 30 წელი. რამდენი წელი არსებობს? 30. 30 წელია არსებობს ეს სასადილო, მგონი რაც შემოვიდა კოკა-კოლა და აშენდა საწარმო, ალბათ ეს სასადილოც მაშინ გაიხსნა და კოკა-კოლა აქ აღარ არის, მაგრამ სახელი მაინც შემორჩა კოკა-კოლას სასადილო. აი ნახე, ძალიან უბრალო ინტერიერია, აბსოლუტურად არაფერი ისეთი, მაგრამ სუფთა მაგიდის გადასაფარებელია, ძალიან უბრალო ავეჯია, ესეთი ძველი ესე ვიტყოდი საბჭოური მეთლახი მამა პაპური არაფერი ისეთი განსაკუთრებული ინტერიერში, მაგრამ აი რო გადავხედოთ მენიუს, ფასები არის საკმაოდ მისაღები, 12 ლარი ღირს ხაში, წვნიანები 12 ლარი ღირს ძირითადად, ხაშლამა 20 ლარი და ასე შემდეგ. გემრიელი საჭმელებია, რა სიტყვით? მოგწონთ აქ? აჰა, დიდი ბოდიში მუშაობაში ხელს ვუშლით. აი ნახეთ, აი აქ არის ასევე ასორტიმენტი, ეგრეთ წოდებული ზაკუსკები, ხბოს კანჭი, მწვანილი სუფთა. გადაფარებული არის ხორცი, მაგრამ ყველა არა, ყველა კერძი არ არის გადაფარებული, მაგრამ ყველა ძალიან ჯანსაღად და სასიამოვნოდ გამოიყურება. ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ძალიან უბრალო ინტერიერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხალხმრავლობა, კერძები აქვთ გემრიელი. რაც გაქვთ, აბსოლუტურად არაფერს არ დაგიკარგავთ.
ობიექტურობა არის ჩვენთვის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რაც არა გაქვს ეს რიგში იმასაც ვიტყვი. კი ბატონო, მაგრამ ამდენი კონდენსატირო არის, როგორ შეიძლება? არაფერ შეიძლება. სუფთა ხორცი ხო არ დაგიკარგეთ, ხო თქვი რაც აგაქვთ. ყველაფერი კარგი რაც აგაქვთ, გემოები და ასე შემდეგ, ხო თქვით, ეს ალბათ მომსახურე პერსონალის კარადაა, როგორც ხედავ, ხო, იმიტომ რომ ხო, კი ბატონო, აი კედლებით სულ დასარეცხი და გასაწმენდი გაქვთ აუცილებლად და ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ეს არის აი ნახეთ როგორ მუშავდება ახალი ხორცი. ეხა მითხარით ეხა მაჩვენეთ დამღები. სად არის დამღები? მაჩვენეთ დამღა. 1 ფეხი, 2 ფეხი, 3 ფეხი. მაჩვენეთ დამღა. და 1 მაინც, ნახეთ, 1, 2, 3 ფეხი, მთლიანი საქონელი ყავთ მოყვანილი. მთლიანად დამღა მაჩვენეთ. ბეჭედი მაჩვენეთ, სასაკლაოდაა რომ გამოსულია დამღა მაჩვენეთ. საიდან არის ხორცი მოტანილი? 3 ფეხია, 1 უკვე დამუშავებულია, აი მთლიანად ხორცტანია მოტანილი. აი აქაც ჯერ რას გავს, აი ნახეთ, რა საშინელი თასი არის, არავითარ შემთხვევაში ასეთ თასში არ შეიძლება რომ იყოს ეს გარეთ ტერიტორია, არ მაინტერესებს და ეს არის მაცივრები. მაინტერესებს მომეცით საბუთი. ეს რა არის? ეს რა არის? საშინელ მდგომარეობაშია, საშინელი მაცივარია. მოუწესრიგებელი, კოროზირებული და ასე შემდეგ. ხინკლის მასალა, კვერცხი, ჰერმეტულად არ არის თავზე დახურული. ლადები რა წერია? არა წერია ლადები, უბრალოდ ჩამოფქვილი ხორცი რო არის, ეს არის წარწერა. ლადებიც არა აქვთ მიწერილი, ესეც სამწუხაროდ დარღვევა. აქაც აი ნახეთ როგორი მდგომარეობა. აქაც ნახეთ თევზი ქვევით, წიწილები, თავდაუხურავი. ხალბატონო ლალი, ჩვენ წიწილა უკვე გარეცხილი, გამზადებული გვაქვს, ხო? აი ხა ნახეთ, ჩვენ ამას პირდაპირ შევწავთ, იმიტომ რომ ყველანაირად მოწესრიგებულია, გაპრიალებულია. პრეტენზია არ მაქვს, სუფთა, მოწესრიგებული, ბოლომდე გაწმენდილი, მაგრამ აი აქ ნახეთ, აი ნაწილაკები. აი ნახეთ ეს ნაწილაკები. ხო შეიძლება აი ამას როდესაც გამოგვაქვს და აი ნახეთ როგორ ცვივა და თავზე ეყრება. კი, კოროზირება რო არ უნდა გქონდეს, ხო იცით? სადაა საბუთი იმის საქონლის. საქონლის საბუთი სად არის? და როგორ დაამტკიცებთ, რომ ნამდვილად ეს საქონელი არის ეკუთვნის იმ საბუთს, როდესაც არც ერთი დამღა არ არის და დამადასტურებელი, რომ სასაკლაოდან წამოსული არის, არა გაქვთ. მაჩვენეთ, საბუთები უნდა იყოს დღევანდელი, იმიტომ რომ დღევანდელი სულიად ახალი ხორცია. გაუყინავთ. ფუსფუსებენ ქალბატონები, აგერ ნახეთ როგორი მოძრაობა, ეხლა ჩვენ დავდექით ცუდ ადგილას და გამოვიწევი. აი ნახეთ იქ მამაკაცები, ქალები, ყველა ფუსფუსებს ქვაბები, ყველა მუშაობს, ყველა საქმეშია და ძალიან ბევრი ადამიანი, ეხლა ვერ გადავიღებთ, სტუმრებთ მათი ნებართვის გარეშე, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აჰა, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, კი ბატონო. რატოა ესეთი მამაკაცური სუფრა? ქალები არ დადიან ამ სასადილოში? არა, კაი სასადილოა. ღმერთმა გაიხაროს ამ ხალხსა, კაი სასადილოა. ჩვენ ყოველ დღე მოვდივართ. აქ 30 წელი არსებობს, 30 წელი. კი, მე რაც არის 15-16 წელია მე აქ მოვდივარ, კმაყოფილი ვარ ყველაფერს. ყველაზე გემრიელი გამორჩეული რა? კი. ჩაკაპული, ხარჩო, ჩაშუშული კაბაბი, წვადი, ყველაფერი კაია. ძალიან დიდი მადლობა, გაგიმარჯოთ, გაიხარეთ თქვენ საქმიანობაში, ძალიან მიხარია ესეთი პოზიტიური ადამიანები. მიხარია რომ ისინი კმაყოფილები არიან, ყოველთვის არ არის მთავარი ინტერიერი, მთავარია მაინც სუფთავე და ხარისხი. მე როგორც მივხვდი კოკაკოლას სასადილოში ეს ხარისხი არის, იცავენ ამ ხარისხს. იმედი მაქვს რომ სუფთად მუშაობენ, ამას უკვე მადონას რეპორტაჟში ნახავთ თქვენ, რამდენად სუფთად მუშაობენ. საკმაოდ დიდი სივრცეა ეს დარბაზი, მაგრამ იმის გამო რომ ყოველთვის ბევრი სტუმარი ყავთ, ამიტომ არის კიდევ გარე სივრცე. აი ნახეთ როგორი ეზოა. ძალიან უბრალო მაგიდები, პლასმასის სკამები.
ცოტა არ ვიცი, ალბათ გასანახლებელიც არის ეს ავეჯიც, ან თუნდაც აი ეს გადასაფარებელი, მაგრამ ისევ და ისევ ვამბობ, რომ თავარია მაინც სისუფთავე და აი ესეთ ფანჩატურებში ახლა სხედან ადამიანები და მიირთმევენ კერძებს. უბრალოდ მინდა გადავიღო. აი ეს სუნაგები რო ზიან და ელოდებიან, რომ იქნებ ვინმე რამე გადმოუგდას და გემრიელი ლუკმა ჩაიგდონ პირში. ეზოში არა უშავს, მთავარია სამზარეულოში არ იყვნენ, კატები და ძაღლები და მღნელებზე საუბარიც არ არის. მღნელებთან ჩვენ არ მეგობრობთ, არა. ძალიან კარგი. აი ესეთი იყო კოკაკოლა სასადილო ეზო და დარბაზი. აი ნახეთ რამდენი ხორცია. აი ნახეთ რაზეც მე ვსაუბრობთ. ნახეთ აბსოლუტურად არც ერთ ტუშას არ აქვს დამხ. აი აქ ღორს აქვს, აი ღორი დადამღულია. ძალიან დიდი დანაშაულია, როდესაც აი ესეთი კოროზირებული და ნახეთ აი თვითონ თასები რას გავს და აი მხორცაც გაატარებენ, იხმარენ და აი ნახეთ, აი ძირს იდო, ნახეთ ძირი როგორი ბინძურია და ჩაულებრივად აი ეს ხორცზე დევს. აი იქაც იგივე სიტუაცია აბსოლუტურად, მაცივარი სრულიად მოუწესრიგებელია. სამწუხაროდ, აი ძალიან მწუხვარ, მაცივარში არის კატასტროფა. ხორცი ახალია, უყურებ რომ ახალია ხორცი, ღორის გარდა აბსოლუტურად არც ერთ საქონელს დამღა არ აქვს. აი აქაც აბლაბუდები არ უნდა იყოს არანაირად. ტერიტორია უნდა ლაგდებოდეს სათანადოდ. ტვერიც არ უნდა იყოს. აი ნახეთ, აქ ხორცი არის. და აი ესეთი მდგომარეობა ეხა არ ჩამოფერთხა უბრალოდ, მაგრამ უნდა სუფთავდებოდეს სათანადოდ. აი აქაც ზევიდან ჭერი უნდა იწმინდებოდეს, როდესაც ხორცის დამუშავება მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა სუფთავდებოდეს და როდესაც აი ამდენი ადამიანი სადილობს და ენდობა ობიექტსა შემოდის, ცოტა უფრო სისუფთავე უნდა იყოს ობიექტზე. იატაკის სისუფთავეზე და მთლიანობაზე, როდესაც საუბრობ, ზუსტად აი ასეთი ნაწილები არ უნდა იყოს, სადაც აი ჩამჯდარი არის ჭუჭყი და აი ამას ეხა ფეხით სრიალებს, კუთხეები ძალიან კარგად უნდა ირეცხებოდეს, რაც სამწუხაროდ აქ ვერ არის. ბუღალტერი არა, აი ნახეთ ეს როდინდელია. მოდით ახლა მიკროფონს გადავდებ. ბუღალტერის რო კონდეს საბუთები, ესეც ბუღალტერს ექნებოდა. ქაბიტონო ლალი, ახლა ღორი, ეძებეთ ღორი. აი აქ არის წარწერა, ღორი. ნახეთ, ღორი. ყველა ღორია აბსოლუტურად. ეს საგამალდე მთლიანად არის ღორი. კარგით, მაჩვენეთ რიცხვი. იანვარი 22 წლის. დოკუმენტაციაში უკვე გაერკვეს რუსეთის ეროვნული სააგენტო, მაგრამ მე აშკარად უყურებ, რომ დამღის გარეშეა, სინამდვილეში ეს ყველა ხორცი უნდა ილუქებოდეს და განადგურებას უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ არა ჩვენგან, არამედ ოფიციალური მაკონტროლებლის მიერ რუსეთის ეროვნული სააგენტო უნდა აკეთებდეს ამას. აგერ შევდივართ საპირფარეშოშიც, აი ესეთია. მოდით ვნახოთ როგორი ნიჟარებია. აი რა გითხრათ, ყველაფერი უკვე საკმაოდ ძველია, მაგრამ უსუფთავობას ვერ ვხედავ, აშკარად რომ დამლაგებელი მუშაობს, არის ამ სასადილოში, აი სარკე შეხედეთ, ძველია, მაგრამ სუფთა. ხევადი საპონი კი არის ნამდვილად, წყალი მოდის და ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოციც არის. შესაბამისად, აი ესეთი თურქული ტიპის ტუალეტებია. ყველაფერი ძალიან უბრალო, მოკრძალებულია, მაგრამ საკმაოდ სუფთა. და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიყავით ლეგენდარულ კოკაკოლა სასადილოში, აკაკი წერეთლის გამზირის 114 ნომერში. ამ ობიექტის შეწუხებულმა სამეზობლო მოგწერა ერთი ნახეთ რა ობიექტი არისო და რა ხდებაო. ინდური სამზარეულოა, ეს არის მუშტერის პარკის მიმდებარე ტერიტორია, უფრო კონკრეტულად კი დავით ყიფიანის ქუჩა 2B. ნამდვილად ხდება რაღაც სარემონტო სამუშაოები, ოღონდ მე ჭიმაქვს, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის იმ კვების ობიექტთან, რომელშიც ჩვენ შევდივართ. უბრალოდ ძალიან ბევრი სამშენებლო ნაგავია, აგერ ხედავთ, ყუთები გადაგდებული და ასე შემდეგ. აი ძალიან
ბევრი რამ არის, რაც არ უნდა იყოს ალბათ საერთო ეზოში, ეს არის ონკანი და აი აქ იბანენ ხელს ადამიანები, რომლებიც შედიან ამ კაფეში, ინდური სამზარეულოს კაფეა, ამას ვერ შევეხები, ეს არის რაღაცა ძველი საპნის ნარჩენები, ზემოდან აქ არაფერი არ არის, ვერაფერს ვერ ვხედავ, წყალი არ ვიცი, აი ესეთი ნიჟარა, ვერ შევეხები ნამდვილად, უბრალოდ შევალ ახლა ამ კაფეში და დაგათვალიერებინებთ დარბაზს, მადუნა უკვე სამზარეულოშია. აქ არის სასტუმრო და სასადილო, აქ არის სამზარეულო. სამზარეულოში ვნახოთ რა არის, პრინციპში სხვას არც მოველოდი არაფერს, იმიტომ რომ სუნიდან უკვე როგორც კი შემოვედი, მივხვდით რა მდგომარეობა შეიძლება ყოფილიყო. ნახეთ როგორი გაბიდნული არის გამწოვი. პრინციპში გამწოვს აქ არც ხმარობენ. ნახეთ, აი კონდენსატის რაოდენობა ნახეთ, კერძები უკვე დამზადებულია, გაკეთებულია. ეს არის სამზარეულო საშინელი სუნია. და ეს რა არის? ეს აბაზანაა თუ სამზარეულოა, ქალბატონო? ქვაბებს რეცხავ, სადღა რეცხავ. რა ქვაბებს რეცხავ? ეს არის აბაზანა, სადაც მაშუებოდი, რა ქვია, დასაბანი არის. დასაბანი კი არა, იმითა შილანს გიჭერთ, ეგრე სხვანაირი აღარა გვაქვს ის მაშუშა. საშუალება. მე კანონი რო არსებობს და კანონი რას ითხოვს, რომ აბაზანაში არ უნდა ირაცხებოდეს ჭურჭელი პროდუქტები, მაცივრები სადა გაქვთ? მაცივარი იგივე რა გო. კარგი ვნახავ. აქ წყალი ნახეთ როგორ გადის. ეს არის ჩვეულებრივი, ის არის რა გითხრათ, აბაზანა არის და აბაზანაში აი აქ ირეცხება ხორცი და ასე შემდეგ ყველაფერი აბსოლუტურად. ობისოკუა და ნახეთ რას გავს აქაურობა, შეხედეთ, ჭურჭელიც აქ ირეცხება. აქ აბაზანა, უნივერსალური აბაზანა არის, უნდათ ხორცს გარეცხავენ, უნდათ ტანს დაიბანენ, უნდათ წვერს გაიპარსავენ, უნდათ თმა შეიჭრიან, უნდათ აი ნახეთ აი შეხედეთ ნარჩენები, საკვების ნარჩენები ჩვეულებრივად აქ ხან ხალხი ბანაობს და ხან კიდე ნუ არ ვიცი, აი რა გითხრათ, აი კოშმარია, სრული კოშმარია. აი აქ ჩახედეთ, ნახეთ, აი აქ შეხედეთ, აი რა მდგომარეობაა, წყალი როგორ იჟღენთება და ახლა ამას მე ვერ ავწევ, თუმცა აი ნახეთ, ახლა ამას გადმოვწევ აქეთ, აი მე ნაგვის ყუთს გადმოვწევ. ამას შეხედეთ. ეს ნახეთ. ეს არის სამზარეულო. ფუფ აი ეს არის სამზარეულო, ყარს აქაურობა შეხედეთ. აი ეს არის სამზარეულო. სრული საღორია. აი აქ აკეთდება საჭმელი და აქ ხალხი ჭამს, აქ ცომი-ცომება. აქ ვერაფერს ვერ შევეხები, იმიტომ რომ გული მერევა. შეხედეთ რა მდგომარეობაშია რამე. ეს არის სამზარეულო. ამას შეხედეთ, აი იქ ნახეთ, რაღაც მაიკით არის თუ რაღაცით, აი მაისურით არის გაჭედილი. აი იქ შეიხედეთ, ნახეთ რა მდგომარეობაა, როგორი ბინძურია ყველაფერი. აქაც გაჩვენეთ, ამ გასკურაზე კეთდება საჭმელი უკვე გაკეთებულია და ნაწილი გატანილია. გამწოვი ნახეთ, აი სრული კატასტროფა და საშინელება არის და ეხლა ვნახავთ მაცივრებს. სანელებლები, ერთადერთი რაც არის მოწესრიგებული სანელებლები. აქ საჭმლის დამზადება არის დანაშაული. ეს არის მაცივარი და ესეც არის მაცივარი. აი დანარჩენი უკვე თქვენთვის მომინდია. აი რა არ მომწონს ამ ობიექტზე გეტყვით. ჯერთი ღია ნაგვის კონტეინერი, ღია, ანუ შედიხარ საჭმელად და აქვე ნაგავია, რომელიც არც კი არის დახურული. მე ნახეთ, აი ეს აბრა არის უბინძურესი, ნახეთ აბლაბუდები, როგორი ჭუჭყიანია, საშინელება. ძალიან ბინძური ობიექტი. ეს ვითომ დეზობარიერის დამაგვარი რაღაცა ხალიჩა. ეხლა მადონას ეუბნებიან, აქ არავინ არ შედის, არავინ არ ჭამს, აგერ ბიჭები სხედან და ჭამენ. აქვეა სასტუმრო, ძირითადად ჩერდებიან საერთო საცხოვრებელი ინდოელებისთვის, ინდოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და ყველა მოდის აქ საჭმელად. შემოაქვთ აი ესეთ ყუთებში, პლასმასის ყუთებში საჭმელი, ჩამჩა ყველაფერი შიგნით დევს. ეს პურია. აი საშინელი კედელია, ნახეთ როგორი კედელია. აი ნახეთ, ბიძურესი. მე უკვე აღარ ვამბობ იმას თუ რა ვნახეთ ჩვენ სამზარეულოში გადამღებმა ჯგუფმა. ძალიან მძიმე სურათი. აი ეს კედლები არის უბინძურესი, თვითონ ობიექტი არის მოუწესრიგებელი. თქვენ მითხართ, თქვენ როგორ მუშაობთ ამ საღორეში? მატერიალურად გიჭირთ და ვალდებული ხართ, რომ ოჯახი არ ჩინოთ და იმუშაოთ. ისეთ გიჭირთ ხო, ძალიან სიბინძურია. იმ საღორეში რომ ჭურჭელი გაირეცხოს, ისიც არ შეიძლება, ყველაფერს თავისი წესი. არა გვაქვს საშუალება, სად გავრიცხოთ, აბა მითხარი. არა, გრამი არ ვარგა, სად გავრიცხოთ? ხო და აი ვინც ამ აქ
თქვენ დაქირავებული პერსონალი ხართ. უფროსი სად არის? წავედი ახლა მიშას. ეს არის ინდური კომპანია, მაშინ მოდით ახლა ეს კი, მითხარი. ინდური კომპანია და მათ დაუკავშირდით ინდური კომპანია, რომელსაც ჩამოყავს სტუდენტები და ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. აჭმევენ ზოგს. საერთო საცხოვრებლის სასადილოა. ხო ასია, რა მნიშვნელობა აქვს ინდურია თუ ქართულია თუ რუსულია? ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელი ადამიანები არიან და სუფთად უნდა კეთდებოდეს და წესების დაცვის უნდა იყოს. კარგით. მე ვიცი რომ თქვენ არაფერში არ ახავთ, თქვენან გაქვთ გაქირავებული. როგორ არ არიან ასი? არ არის. ბატონო მიშა, ვერ დაგეთანხმებით. ბატონო მიშა, ვერ დაგეთანხმებით. ვერანაირად სადაც მზადება, საკვები, კონდენსატ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შედის ეს ხო არის კომპანია არის, თქვენ თვითონ ამბობთ რომ კომპანია არის, ეს არ არის სახლი, ეს ხო არ არის ოჯახი. ეს არის სტუდენტები ჩამოვიდეს, სტუდენტების კვების ობიექტია. სტუდენტების კვების ბლოკი ხო არის? სტუდენტების კვების ბლოკი, კი ბატონო, ესე ჩავთვალოთ ესეა, კი. ხო ასია, მე რა მნიშვნელობა აქვს? მასე ჩვენ მაშინ თუ შევდივართ, რა ქვია და სკოლებში მაშინ ბუფეტებს ვამოწმებთ. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანები ხო ჭამეს საჭმელს ბატონო მიშა. ჩემთვის უფრო მისაღები ის არის რომ მზად კეთდება და გააკეთებთ და მოაწესრიგებთ. ძალიან არასასიამოვნო აქ ყოფნა, მე პირდაპირ გეტყვით რომ აი ყველაფერი არის მტვერით და რაღაცა ჭუჭყით დაფარული, გაურემონტებელი, აი თუნდაც აი აქ ნახეთ, აი ამის გაკეთებას რა უნდა? აი მოდით ნახეთ, აი ნახეთ. აი შეხედეთ. გეუბნებიან რომ აქ სასაჭმელი მოგვაქვს, აქ მხოლოდ ინდოელები მიირთმევენ საჭმელს და ქართველები აქ არ შემოდიან. რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ადამიანი შემოდის საჭმელად? სისუფთავე უნდა იყოს ყველასთვის. კანონის დაცვა საქართველოში უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, უცხოელისთვის თუ ქართველისთვის. ამიტომ იქ რომ უცხოელები სადილობენ, ეს სულ არ ნიშნავს, რომ აქ დასაშვებია ყველანაირი დარღვევა. ძალიან მძიმე სურათი დახვდა დავით ყიფიანის 2 ნომერში ინდური სამზარეულოს კაფეში. ძალიან მძიმე სურათი. დინამო დიდი ფეხბურთის მოლოდინშია, ჩვენ კი შევდივართ საცხობში, რომელიც ცნობილია როგორც დინამოს ჩებურეკი. მე გამითავდა ხელთათმანი და სამწუხაროდ ობიექტზე ხელთათმანი არ არის. ხელთათმანის გარეშე მუშაობენ. ქალბატონებო, რა სიხშირით ხდება სანიტარული დღეების ჩატარება? სანიტარულ დღეებს როდის ატარებთ? ყოველ საღამოს. ანუ სამუშაოდ დასრულების შემდეგ ალაგებთ? ეს თავისთავად, მაგრამ აი გენერალურ დალაგებას როდის ახდენ? კვირაში ერთხელ. კარგით, მისაღებია. აბა აქ შევიხედოთ და ვნახოთ. წვეთა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ამას რა სიხშირით ცვლით ზეთს? ძველი ზეთი სადა გაქვთ? აბა მაჩვენეთ და ყავზი მინდა. აი ეს ნადები არ უნდა იყოს არანაირად, აი ეს არ უნდა იყოს, აი ეს. აი ეს არ უნდა იყოს. აი ეს კონდენსატია, ხო იცით? მარტო ზეთს რო ცვლით, ესეც ხო უნდა გარეცხოთ. აი დამარტივად ზურება, ნახეთ? აი ამაში ხდება მომზადება. აი ეს არის ზეთი, აი ეს არის კონდენსატი. აი ესეთი შავი ზეთით მუშაობა არაფრით არ შეიძლება. აი იმიტომ არ მე რო გურძმარვას იწვევს და მით უმეტეს კონდენსატი ჩვეულებრივად უკან ბრუნდება. ქვევით არ უნდა იყოს აბსოლუტურად არც ერთი პროდუქტი განლაგებული. აი ნახეთ, ხელთათმანი არა მაქვს და ბევრ ამებს ვერ ვეხები, იმიტომ რომ არ არის ხელთათმანი არა აქვს და ბევრ ამას ხელს ვერ მოვკიდებ, მაგრამ რასაც შევძლებ გაჩვენებთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს. მესმის ადგილი ძალიან მცირე არის და აქედან გამომდინარე ბევრი რამე ისე უდევთ, რომ აი ხელის მოსანაცვლებლად, მაგრამ ესეც არასწორია. ნუ ახლა რა, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ გაჩვენოთ. აი ნახეთ, აქ არის მომზადებული უკვე გატარებული ხორცი, აი ამ მუყაოს ყუთების აქ არსებობა ყოვლად დაუშვებელი და აკრძალულია, იმიტომ რომ უკვე ბინძურია და უკვე პროდუქციას აბინძურებს. მით უმეტეს აი ზეთის მუყაოს ყუთები და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ აი გარეთ იდება და არასწორია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტერიტორია უნდა ლაგდებოდეს სათანადოდ, ესეთი პატარა ერთი ვულკანია და ეს ვერაფერს ვერ იზამს. აი ნახეთ, აქ წყალიც კი გამოდის და წყალის სათანადოდ. აი ნახეთ,
ჩაღვრახდება თვითონ იმაში, რა ქვია, თაში. ჩებურეკის ისეთი სურნელი მოდის, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს, ვათვალიერებთ ამ ობიექტს. აი ნახეთ, ერთი მაგი და ორი სკამი, მაგრამ როგორი ნაგავია ყველგან, აი შეხედეთ, სიგარეტის ნაწვი, აქვე ნაგვის ყუთი, ნაგავი, ყველაფერი უბედურება, არ არის გადაწმენდილი მაგი და ეს არ მოგწონს. თუმცა დახლები საკმაოდ მოწესრიგებულია, ფასი არის. ხაჭაპური, ღვეზელი, ლობიანი, ფენოვანი და რა თქმა უნდა ჩებურეკი. მე როგორც მივხვდი, აქ ბევრი ჩებურეკია, ჩებურეკი ჯიგარო, მცხეთური და ჩებურეკი ჯადოსნური. ასორტიმენტში არის ყველანაირი პროდუქცია, ალბათ გემრიელია, ალბათ ყიდულობს ადამიანი და ძალიან კარგადაც მიირთმევს, მაგრამ მე როგორც მივხვდი, მადონამ რაც ნახა იქ, თუნდაც ზეთის მდგომარეობა სახარბიელო არ არის და გოგოებო, ხეს ერთჯერადი ხელთათმანები გააქვთ? იმიტომ მე ვხედავ, რომ ფულთან შეხებაში არიან კონსულტანტები, გამყიდველები, მაგრამ აქვთ თუ არა ერთჯერადი ხელთათმანი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ვიცი. თვითონაც არ მეუბნებიან გაიქცნენ. იმედია რომ არ კიდებენ ხელს ფულს და შემდეგ უკვე ხაჭაპურს და ისე არ აწვდიან მომხმარებელს. ალბათ გვეტყვიან რომ ერთჯერად პარკებს ვიყენებთ ხელთათმანის ნაცვლად. არ ვიცი, ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ მცხოვრები გვემალებიან, მაგრამ მადონას ვერსად დაემალები. სხვა ობიექტზე მივდიოდით და აქ იმიტომ შევჩერდით, რომ ზეთის სუნმა შემომიყვანა. ნახეთ, აი რა კატასტროფა მდგომარეობაა. ეს არ ვიცი რა არის და ეს არის ზეთი. აი აქ ნახეთ, თვითონ რა სიბინძურია, შეხედეთ. თვითონ ესენიც ნახეთ რა მდგომარეობაშია. ტუალეტის ქაღალდიც აქ არ უნდა იყოს. ზევითაც საინტერესოა რა ხდება ზევით. აი ნახეთ, აი აქ ხდება ცომის მომზადება, ამ ტერიტორიასაც იყენებენ, იატაკი ნახეთ და აი გამწოვი ნახეთ რა მდგომარეობაში. შეხედეთ, აქ არის რა, აქ არის საპირფარეშო, პირდაპირ ღია არის და არანაირი დაცვა არ გააჩნია. აი შეხედეთ, ამას შეხედეთ, აი კარებს შეხედეთ, აი რა აბლაბუდები რამდენია შეხედეთ. კარები როგორც მინიმუმ უნდა იკეტებოდეს. აქ სამოსის გამოცვლა ხდება. ტერიტორია არის ძალიან პატარა და აი მე მაინტერესებს როგორ რეცხავენ და როგორ ასუფთავებენ ამ ტერიტორიას. აქ რამის გასუფთავების და რამის შანსი არ არსებობს. ეს გამონაცვალი ზეთი გაქვთ ამ სათლებში განთავსებული, მაგრამ აი აქ რო გაქვთ შენახული ზეთი ის რისთვის არის, მითხარით. პასუხს არავინ არ მაძლევს. აი ეს არის უკვე გამოყენებული შავი ზეთი. და აი აქ აქვთ კიდე ნახეთ, აი აქამდე რო ზეთს მიიყვან და ამაში რო პროდუქტია დამზადებული. აი ეს შეიძლება და მე ვიტყვით რომ ხშირად გვაქვს გულძმარვა თქო და ეს არ გეგონოთ რომ ერთი იყოს. აი ამას შეხედეთ. აი ესეთი არის აი იმ რეზერვორიდან გადმოსხმული და ამაში რომ ადამიანი რამეს აკეთებდა და ამ დონემდე მიიყვანდა ერთჯერად ზეთს, რომელიც არის ერთი გამოყენების და არა მრავალჯერადი ფრიტურის ზეთი, იმიტომ რომ ეკონომია გააკეთონ, ეს არის დანაშაული და ზუსტად აი ამ ზეთის აყროლებულმა სუნმა მომიყვანა აქ. შეგახსენეთ, ეს რეპორტაჟი იყო დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან, საბაძის ქუჩა ნომერი 11, დინამოს ჩებურეკი.